მუნიციპალიტეტის განმავლობაში დაგვაქვს შრომის ანაზღაურებაში საპრემიო ფონდი 63,000 ლარი. ახმეტის საკრებულოში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვაჟანას ყიდაშვილმა სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტში შესატანით ცვლილებები წარადგინა და გადასახადებიდან შესული 214,000 ლარიდან გამგეობის თანამშრომლებისთვის საახალწლო პრემიის სახით 73,000 ლარის გაცემა მოითხოვა. ახმეტის საკრებულომ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ხარი არ დაუჭირა. 200,000-დან 73,000 მარტო პრემიებში ითხოვა. 30%. ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენს. რა, ჩვენს რაიონში არ ხია გასაკეთებელი. ხალხი სულს ღაფავს გაჭირვებისგან და თქვენ პრემიებს იღებთ, რაში იღებთ პრემიებს? არ აქვს ცხენიათ. შეგწყვეთ ხალხო, შეგწყვეთ ხალხს წამლის ფულზე 5,000 რიცხავთ. დაბალი ხელფასებია არა მარტო ახმეტის მუნიციპალიტეტში, მთლიანად კახეთში და გამომდინარე აქედან, რომ საახალწლოდ მიგვეცა ჩვენ თანამშრომლებისთვის საპრემიო დანამატი. ამაზე იყო საუბარი და ამაზე ხომ გართული ვარ. საკრებულოს სხდომაზე დავის საგანი IP საფეხბურთო სკოლის თანამშრომელთა ხელფასებისთვის 10,000 ლარის გამოყოფის საკითხიც გახდა. დავიღალეთ ჩვენ post factum თქვენი ხარჯების გასწორებით. დავიღალეთ. მივიღეთ გითხარით. ნუ ვაყენეთ უხერხულ მდგომარეობაში, ნუ გიგრიხავთ ხელებს, კაი გაგებით. თქვენ ვიღაცებს ნიშნავთ, თქვენ ჩვენ გვაიძულებთ, რომ ის გავასწოროთ. არ გამოვა ეგ ამბავი. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფული არაკომერციული იურიდიული პირების დასაფინანსებლად ერთადერთი მიზნით იხარჯება, რომ პარტიული კადრები დაასაქმონ და საარჩევნო და ადმინისტრაციული რესურსი შექმნან. ფრაქცია დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის ირაკლი უჯირაულის მტკიცებით, მაგალითად ახმეტაში სპორტისა და კულტურის პროფილით 3 სხვადასხვა სამსახური მუშაობს. ყველაზე მეტი საშტატო ერთეულით IP ახმეტის კულტურის ცენტრი გამოირჩევა, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 2 წელიწადში 105-დან 167-მდე გაიზარდა. მას შემდეგ რაც ბიუჯეტში დაწესდა შეზღუდვა საჯარო სამსახურის შტატების რაოდენობასთან დაკავშირებით, თვითმმართველობებმა და ალბათ სხვებმაც იპოვეს გამოსავალი იმაში, რომ იქნება IP-ები და ის თავისი პოლიტიკური ასე ვთქვათ, თანამოაზრეები თუ პარტიული აქტივი გადასროლილია IP-ში სხვადასხვა სამსახურებში. რეალურად ბევრი მათგანი არც დადის სამსახურში და უბრალოდ სამსახურის ბარათს, სახელფასო ბარათს ყოველთვის ბოლოს იყენებს დანიშნულებს და იღებს ხელფასს. ჩვენი მიდგომა იყო ამ საკითხზე, რომ მოვახდინოთ ოპტიმიზაცია IP-ების, შევამციროთ მათი ადმინისტრაციული ხარჯები და შესაბამისად ეს თანხები მიმართოთ სხვა სოციალური პროგრამების განხორციელებას თუ ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელებისათვის. იყო მას ეს, რომ 105 ადამიანი 2012 წლის ასწლში, თუმცა მანამდე 170-იც იყო თანამშრომელი. შემდეგ მოხდა ეტაპობრივად დამატება გალობელთა ანსამბლი დაემატა მიმდინარე წელს გავხსენით ომალოს სასოფლო ბიბლიოთეკა ბანკის ხეობაში და დუისის სასოფლო ბიბლიოთეკა და ერთიც თათუშეთის სასოფლო ბიბლიოთეკა დაემატა, რომელსაც 6 თვით ვამუშავებთ. ახმეტის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ IP-ების რაოდენობა 12-დან 14-მდე, დასაქმებულთა რაოდენობა კი 687-დან 728-მდე გაიზარდა. გაზრდილია IP-ების სახელფასო ფონდიც.